სტუდიაში, მაგრამ მანამდე ამერიკა არის პირდაპირ ხაზზე და ჩემი კოლეგა, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარდა მთელი ცხოვრება, როდესაც მას უყურებდი ეკრანზე, ქეთი მითაიშვილი, ჟურნალისტი, მოდით მივესალმოთ. იგი ამ წუთებში ამერიკაში იმყოფება. ამერიკაში იყო ის ძალიან დიდი ხანია. ქალბატონი ქეთი ჩამოვიდა საქართველოში, მე როგორც ვიცი, მაგრამ მან ვერ იშოვა აქ სამუშაო ადგილი და ისევ წასული არის ეხლა ქვეყნიდან და მომლელად მუშაობს. საღამო მშვიდობის ქალბატონო ქეთი ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენ რა სიტყვით? რატომ წახვედით? რატომ ვერ იშოვეთ აქ სამსახური? როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ქვეყანა მაგ გადასახედიდან და როგორ ფიქრობთ საქართველოში რა მდგომარეობაა სამუშაოს თვალსაზრისით? საღამო მშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. სტუდიაში მყოფთ ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს, ჩვენს ტელემაყურებელს რა თქმა უნდა და მადლობა მინდა გითხრათ გახსენებისთვის. რაც შეეხება ინგა თქვენ შეკითხვას, ხა თქვენ თავად იცით, მეც რომ არ გითხრათ რატომ იმყოფები აქ, იმიტომ რომ ახლა დიდი მოვლენების შემდეგ რაც პირველ არხზე მოხდა, მაშინ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, მე 3 წელიწადი კიდევ ვიყავი წამოსვლის შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერი არ გამოჩნდა, მართლა არა, მე ტელევიზიას არ გულისხმობ. თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მინისტრის დონეზეც კი, სახელმწიფო მინისტრთანაც ვიყავი შესული, მაშინ და მხოლოდ დაპირება, მაგრამ იცით რას მივხვდი? როდესაც რაღაც პოზიციაზე იმყოფები და შემდეგ უკვე აღარ ხარ იქ, აღარავის აღარ აინტერესებ. ჭირდები, უნდი ხარ მაშინ, ვიდრე მუშაობ. რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ ოჯახს და უახლოეს გარემოცვას. ამ შემთხვევაში იმათვის იგივე რჩები ყოველთვის და ამიტომ გადავწყვიტე დაახლოებით 3 წლის შემდეგ წამოვედი. მართალია, ჩემი მიზანი აბსოლუტურად სხვა იყო, რომ დაახლოებით 6 თვე ვფიქრობდი წამოსვლას, მაგრამ მაქედან მერწმუნედ გაცილებით სხვაგვარად ჩანს აქაური ყოფა და რა თქმა უნდა, ჩამოვედი აბსოლუტურად სხვა რეალობაში. ისევე როგორც ემიგრანტთა 99% მე საოცრად რთული გზა გავიარე, მტკივნეული, ძალიან დაძაბული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამისა მე გმირად თავს ნამდვილად არ ვთვლი. თუ კი ვინმე გმირად უნდა ჩავთვალოს, ეს ალბათ ჩვენი საკუთარი ოჯახებია, იცით, იმიტომ რომ ეს ჩვენი არჩევანი იყო. რა თქმა უნდა, იძულებითი აუცილებლობიდან გამომდინარე. შემდეგ იყო რამდენჯერმე ჩემი ჩამოსვლა და უკვე დავიღალე სიმართლე გითხრათ, ამ თემით რაღაც შეურაცხყოფილადაც კი ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ პირდაპირ თუ გააკვირით ყოველთვის ვამბობდი, რომ სამსახური რაღაც თავმოყარეობაზე მოქმედებდა. ერთხელ ისიც კი იყო, მე ერთხელ ეთერში აღვნიშნე, ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს დაურეკე და ნაცვლად, ვთხოვე, მოვთხარ, იცით რა იქნებ რამე, აბსოლუტურად ტელევიზიასთან არანაირი კავშირი არ ქონდა და ნაცვლად იმისა რაღაც ნორმალური ეთქვა, დამიწყო ნოტაციების კითხვა, რომ მან ხელფასები გაცილებით უკეთესია, მევთხარი, მე მირჩევნია ჩემს ოჯახთან ყოფნა, შვილებთან ყოფნა. იცით რა, მე თქვენ ვერ გაკადრებთ მაღაზიაში დგომასო და მე ვიკადრებ, მე უთხარი, მე ვიყადრებ, მithumetes პარფიუმერულ ქსელთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული და მე ვიკადრებ, მე უთხარი, იმიტომ რომ და მე უკვე რო ვეღარ ძალიან დელიკატურად, მაგრამ იცით რა, 20-25 წლის გოგო ბიჭები მოდიან კასტინგზეო და ყველაფერი გასაგებია თქო, მაგრამ იცით რა, წამოსვლას რომ დააპირებთ, დამირეკეთ და მე ესად გამოიყურებით ეხლაც. სრულიად გულწრფელად გეუბნებით, არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დიდი მადლობა, ინგა. დიდი მადლობა, მინდა რომ იმ ბიზნესმენმა შემხედოს ეხლა და შემხედოს და თქვას, რომ არც გონით და არც ვიზუალურად ჯერ ჩამოსაწერი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ რისი თქმა მინდა, ეხლა ეს ყველაფერი ჩვენთვის ბოლის გამოშვებას უფრო გავს სიმართლე გითხრათ. მე პირადად არ ვიცი, ეს ჩემი შემოთავაზება, ჩემი წინადადება იქნება, ინგა რომ იცით, ადრე თქვენს გახსოვთ ეს ყველაფერი, ძალიან დიდ როლს ასრულებდა ტელევიზია ამ ყველაფერში, იცით რა. იქნებ იტვირთოთ ეს როლი, იქნებ იტვირთოთ, რაღაც დადებითი გააკეთოთ და დაიწყოთ ამის ინიციატივა, თქვენგან დაიწყეთ, რომ დაბრუნებაზე ფიქრი. მე მგონი ის დროა. ბატონო ქეთი, გისმენთ, ეთერში ხარ. ხო, მე უბრალოდ ჩავირთე თქვენი ცუდად სმენადობა, ცუდია, მაგრამ მე მესმის რაღაც. ესე იგი, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც შავტეხოთ დიდი აჟიოტაჟი, ხმაური რაღაც თემებზე, იქნებ შევქმნათ, იქნებ თუნდაც თქვენმა პროგრამამ, მე ვიცი რომ ბევრი სიკეთე გიკეთებიათ და იქნებ დაიწყოთ ტელევიზიის და ნათქვამ სიტყვას ყოველთვის ქონდა ფასი, მაგრამ რატომღაც არა ახლა, იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცდილობს იაფფასიანი პროდუქციით შექმნას რაღაც ეგრეთ წოდებული რეიტინგი და თემა
არის ის რომ ვის რა ფერის საცვალი ეცვა და ვის რა ზომის მოკლედ ხო მაგრამ მე მოგიწოდებთ რომ იცით რა იქნებ დავიწყოთ ფიქრი ემიგრანტთა დაბრუნებაზე მე მესმის ეს ძალიან რთული პროცესია და ნაცვლად იმისა რომ რაღაც კონკრეტულ ადამიანებზე ვაკეთებდეთ აქცენტს და თავდასხმას ამ შემთხვევაში მე იგივე ქეთიდოლიძე მყავს მხედველობაში და ამაზეც მოგახსენებთ ნაცვლად ამისა თქო იქნებ სჯობდეს რომ მთავრობას მოვთხოვოთ იცით ახლანდელ მთავრობას მოვთხოვოთ რაღაც პასუხი იმ დაპირებებზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის ადვილი პროცესი დროს მოითხოვს მაგრამ 2 წლის განმავლობაში ერთი ემიგრანტი მიჩვენეთ დაბრუნებული მაშინ რაღაც სიუჟეტი გაუშვეს და მე ხა ვიცი ტელეპროგრამა როგორ კეთდება და ტელესიუჟეტები და ვიღაც ვითომ ბიზნესმენები დაბრუნდნენ დალოცვილი ბიზნესმენი დაბრუნდებოდა რა საკვირველია იმას შიში არ ქონდა და ნებისმიერ ემიგრანტს შიში გააჩნია იცით თქვენ თუ არა დაბრუნების ამაშია საქმე რაც შეეხება ქეთიდოლიძესთან დაკავშირებით ასისტენტმა მკითხა რა აზრის სახარდო და სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მიმიღიეთ ჩემს თავზე ეს ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ ქეთის აბსოლუტურად სხვა ჭრილში პოლიტიკურ ჭრილში ბოდიშს ვიხდი ძალიან ცუდი სმენადობაა ისმენთ არ გაწყვეტინებთ სწორედ ამიტომ დიახ შემიძლია გავაგზელო კი რა საკვირველია დიახ ხო უბრალოდ თქო რისი თქმა მინდოდა მე დარწმუნებული ვარ ბატონო კეთი არ გაწყვეტინებთ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი სათქმელი თქვა არ გაწყვეტინებთ კეთილი მადლობთ ინგა მე რას ლაპარაკობდი რომ ქეთიდოლიძეს თქო დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი გაკეთებული ქონდა პოლიტიკურ ჭრილში კეთი რამდენადაც ვიცი ცოტათი ემოციური ადამიანია მას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება ეხლა მაგრამ რა თქმა უნდა ფორმულირებას ვერ დავეთანხმები რომ ემიგრანტი შეიძლება ეწოდებოდეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით წასვლა არავითარ შემთხვევაში ვიკიპედიაში ყოველ შემთხვევაში რაც შევიხედე და ის სხვა განმარტებაა და მე მესმის ქეთიმ შეიძლება ეს ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება და ალბათ იცით რა უფრო მეტი დაფიქრება გმართებს როდესაც რაღაც ძალიან გრძნობიარე თემებს ვეხებით არა სენსიტიურს როგორც ეხლა არის მიღებული ტელევიზიაში გრძნობიარე თემებს და როდესაც ადამიანის სულთანა გვაქვს შეხება თორემ იცით რა იგივე ქეთი არის რომელიც მოიბოდიშა და მე ყოველ შემთხვევაში სათქმელი აბსოლუტურად სწორად გავიგე. ცოტა რა თქმა უნდა იქ ბევრი რაღაც არასწორი მომენტი იყო. ამისთვის არ შეიძლება ადამიანს ესე თავს დავესხათ და რაღაც გავანადგუროთ. მე შენიშვნასაც და კრიტიკასაც გააჩნია დალოცვილი როგორ ვიტყვით ხო მართალია რა? კი ბატონო და ერთი კითხვა კიდე ვიდრე დაგემშვიდობები და ჩვენი დრო არ მოიწურება თუ შეიძლება. თქვენთან ვინ არიან სტუდიაში, მაგრამ მე ბოდიშის მოხდით ერთ რამეს ვიხდი. მე გაცილებით მეტად გამღიზიანა ქალბატონი გუგული მაღრაძის განცხადება, მიცით, იმიტომ რომ უფრო მეტკინა, იცით, ძალიან მეტკინა, იმიტომ რომ აი იმ ფონზე, როდესაც ხალხი ყინვაში, მე რომ ჩამოსული ვიყავი ზამთარში, იცით, გული მომიკვდა, აი მე იმიტომ თქვი რომ მე გმირად არ თვლი თავს, იცით, მართლა ძალიან ბევრი გავიარეთ. ემიგრანტებმა იციან ეს ყველაფერი და ისინი ვინც 24 საათის განმავლობაში შრომობს. მე დღესაც მუშაობ, ეხლა უბრალოდ ვითხოვე რომ 2 საათი თუ რაღაც 1 საათი მომეცით თქო რომ ისა 24 საათი ვინც მუშაობს, ისინი უფრო გაგვიგებენ და მოშორებული არიან ოჯახებს, მაგრამ მე გმირად ვერ ჩავთვლი თავს, იმიტომ რომ მე რომ ზამთარში, ყინვაში, სუსხში გაჭირვებული ადამიანები რომ დგანან გარევაჭრობის ხალხს გეუბნებით, არა და 5 თეთრი და 10 თეთრი რომ უნდა დარჩეთ, გეფიცებით ეხლაც რემლი მადგება, მაგრამ მით უმეტეს აი ამ ყველაფრის ფონზე იმ განცხადების გაკეთება რომ ვიღაცა ძალიან ცოდოა 2000 ლარისთვის მაღალკვალიფიციური, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით და პატივისცემით მიუხედავად ყველაფრისა. ქალბატონო გუგული, მე არ ვიცი ალბათ ისმენს პროგრამას, მაგრამ მე მინდა გკითხოთ, თქვენ იცით რამდენი მაღალკვალიფიციური კადრი გაედინება ქვეყნიდან? მე ისიც ვიცი რომ არც ერთ დროში, არც ერთ მთავრობას არ ანაღლებდა კადრების გადინება. ასე რომ მე პირადად ჩემს თავზე გეტყვით, სხვას რომ დიახ, მე მაქვს იმის ამბიცია რომ მე ვარ მაღალკვალიფიციური კადრი, იცით რატომ? თავის დროზე არათო მაღალი, უმაღლესი კატეგორიის თანამშრომლის სამაკ მონიჭებული კატეგორია. ასე რომ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემთვის მე ტელევიზიაზე აღარ მქონდა პრეტენზია
ან პრეს-ცენტრი, ან რაღაც მსგავსი ნორმალური, ხო? ვერ ვიშოვე. არა უშავს, მე ამაზე არ წუწუნებ. ერთი პერიოდი იყო დახმარებაზეც კი დავწერე განცხადება, მავანთ თქვენ იცით ალბათ ვისაც ეხებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმის ღირსიც არ გამხადეს, რომ პასუხი მოეცათ, რატომ არ მაგირსეს დაუშვა დახმარება და სხვათა შორის მადლობა მინდა უთხრა, რომ არ მაგირსეს. მე დახმარება კი არ მინდოდა. მინდოდა სამუშაო ადგილი, მაგრამ უბრალოდ ეს იყო რაღაც უკიდურესი რაღაც ნაბიჯი ჩემგან და ამიტომ არის გამაღიზიანებელი. უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ, ხალხ ნუ არ შეიძლება ესეთ იცით, იმიტომ რომ უამრავი ემიგრანტი გისმენთ, უამრავი იცით როგორი ნერვული სისტემა აქვს. ნერვული სისტემა საერთოდ მოშლილია ყველასი რა. გასაგებია, მე მესმის ჩვენებიც არანაკლებ გაჭირვებას იტანენ. არანაკლებს კი არა, ზოგჯერ მეტად. მართლა გმირები ისინი არიან, ვისაც აი წამლის ფული არ გააჩნია, რომ შვილს უმკურნალოს, ამაზე მეტი ტრაგედია არსებობს ხალხნო. ამიტომ დიდი მადლობა, კეთი, ჩვენი დრო იწურება, შეკვეთილი რაც გვაქვს დრო და არ მინდა რომ შუა საუბარში გავწყვიტო თქვენთან ანუ ეს ინტერვიუ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის რომ მოიცალეთ დღეს ჩვენთვის და ძალიან გვიყვარხართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თქვენ ბრძანდებით ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი და მე დღეს ძალიან მტკივა გული რომ თქვენ არ მუშაობთ თქვენი პროფესიით და მუშაობთ ეხლა მომლელად იმისთვის რომ წლების განმავლობაში თქვენი ოჯახი გადაგერჩინათ. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. ამ ქვეყანას ინგა ერთით დაუთხრათ ყველაზე დიდი მადლობა რომ შრომა დაფასებულია ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხართ ყველანი ჩვენი ტელემაყურებლები, თითეული თქვენგანი გეფერებით ბევრს და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მაშას ეს იყო კეთი